მოგესალმებით ბატონო ემზარ, გთხოვთ დაიკავოთ თქვენთვის განკუთვნილი ადგილი. ბატონო ემზარ, თქვენთვის ცნობილია, რომ თქვენ ბრძანდებით საგამოძიებო კომისიის წინაშე, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა 2003-2012 წლებში, თუმცა იცით ალბათ, რომ არის საუბარი ამ მანდატის განვრცობაზე 2024 წლამდე, მაგრამ რა მომენტშიც ჩვენ დღეს ვსაუბრობთ, ჩვენი მანდატია 2003-2012 წლების განმავლობაში სხვადასხვა მიმართულების და კონკრეტულად 5 კონკრეტული თემის კვლევა. მათ შორის არის აგვისტოს ომის საკითხი, ეს არის ერთადერთი საკითხი, ეს არის ერთ-ერთი საკითხი. როდესაც ჩვენ ამ თემის კვლევა დავიწყეთ, ვნახეთ, რომ 2004 წლიდან დაიწყო მიზანმიმართული ნგრევა იმისა, რასაც საქართველოს სუვერენიტეტი ჰქვია, რასაც ქართული ჯარი ჰქვია და ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი მიხეილ სააკაშვილი. 2006 წელი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ ჩვენ ფაქტები აღვადგინოთ, დავადგინოთ და ფაქტებზე დაფუძნებულად ჩვენს დასკვნაში ვაჩვენოთ განსაკუთრებით მომავალ თაობებს 2008 წლის ომამდე როგორ მივიდა ჩვენი ქვეყანა და რატომ აღმოჩნდა როგორც ჯარისკაცი ისევე მშვიდობიანი მოქალაქე დაუცველი და რატომ გაიმარჯვა მტერმა და არ გავიმარჯვეთ ჩვენ თუ კი ომს იწყებთ თავი დანიშნულება უნდა იყოს გამარჯვება და ეს გამარჯვება კარგად უნდა იყოს მომზადებული. წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი არ უნდა გადადგა ნაბიჯი ისეთი, რაც დანაკარგს მოიტანს გაუმართლებელს და ჯარისკაცსაც გაწირავს და მოქალაქესაც. 2006 წელს თქვენ იყავით კოდორის ხეობაში. კოდორის ხეობა იყო ერთადერთი ადგილი აფხაზეთში, რომელიც 90-იან წლებში საქართველომ არ დაკარგა, სწორედ თქვენი და მოდით პირველ რიგში თქვენ დაზევიტყვი და თქვენზე ვიტყვი თქვენი დის შემდეგ. ქალბატონი ნორას თქვენი და იმ ასეულობით ქართველის ძალისხმევის შედეგად, ვინც დარჩა კოდორის ხეობაში და გაამაგრა ეს ხეობა. ეს იყო ის ტერიტორია, რომელშიც რუსული ოკუპაცია 2006 წლამდე არ მიმდინარეობდა და არც 2008 წლამდე, მაგრამ 2006 წლამდე თქვენ იცავდით და თქვენ უზრუნველყოფდით ამ ტერიტორიის რუსეთის ჯარებისგან დაცვას. აი ეს არის, სადაც მე შევჩერდები და თქვენ გთხოვთ 10 წუთის, 15 წუთის განმავლობაში სწორედ აი ამ მოვლენებზე გვესაუბროთ. 90-იანი წლებიდან 2006 წლამდე, იმ მომენტამდე, როდესაც თქვენ განგაიარაღეს თქვენს დაჯგუფება მონადირესთან ერთად, რომელიც ეს არ იყო არაფორმალური დაჯგუფება. ეს იყო აბსოლუტურად ფორმალიზებული ჯგუფი, რომელსაც ვალდებულებად ჰქონდა იმ ტერიტორიის დაცვა, რასაც თქვენ წარმატებით ახერხებდით. როგორ მოიფიქრეს ეს მოდელი, ვინ მოიფიქრა, რა იყო თქვენი მთავარი ფუნქცია და რა დაგმართათ შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ და რატომ აღმოჩნდა რუსის პირისპირ 2008 წელს კოდორის ხეობა დაუცველი. აი ეს უნდა ავუხსნათ გასაგებად ჩვენს ახალგაზრდებს, იმას ვინც არ იცის. ვიღაცას შეიძლება მოეჩვენოს, რომ მე ზედმეტ ვსაუბრობ, დამარცვლით ვსაუბრობ, მაგრამ ამას მე თქვენთვის არ ვსაუბრობ და არც ბატონის ოზარისთვის და არც აქ მყოფი ჩვენი კომისიის წევრებისთვის. ამას მე ვსაუბრობ იმათთვის, ვინც არ იცის. ამიტომ ჩემი თხოვნაა, რომ თქვენც ასე მოგვითხრეთ, ის რაც შეიძლება მე ვიცოდე, სხვებმა ვიცოდეთ, იმათთვის, ვინც არ იცის. გთხოვთ. ალბათ ხელს მოვაწერჯერი აქა. ბატონ თენგის მადლობა შემახსენა. ესე იგი, მე თქვენ გაფრთხილებთ, რომ განზრახ-ჩრუჩვენებისთვის არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე თუ კითხვებს თავს აარიდებთ, ან კიდევ კითხვებზე პასუხს არ გასცემთ, ამისთვისაც ჩვენი კანონი ითვალისწინებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რის დასტურათაც თქვენ უკვე ხელი მოაწერეთ. დიდი მადლობა. კი ბატონო, პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ და შედგა ეს, რასაც ველოდებოდი ამდენი წელიწადი. აი ეს საპარლამენტო საგამოძიებო კომისია დროებითი და შემოადგენლობას ძალიან მაკმაყოფილებს
მაგმაყოფილებს ის რომ საშუალება არის ყველაფრის ლაპარაკი აბსოლუტურად და არანაირად ვერაფერი ვერ მათქმევინებს იმას რომ დავხუროთ სხდომაო, იმიტომ რომ გავიდა უკვე ამდენი წელიწადი და საიდუმლო არავისთვის არაფერი არ არის აბსოლუტურად და ყველაფერი უნდა ითქვას ღიად. და დავიწყებ ახლა ჩემს საუბარს იქიდან რომ 1992 წლის აი ეს უკვე რომ დაძაბულობები აფხაზეთში რაც დაიწყო მზადება ომისთვის აფხაზიური სეპარატისტების მიერ, რუსების მიერ, ჩრდილოეთ კავკასიიდან უღელტეხილებზე უკვე დაიწყეს გადმოსვლა ბოევიკებმა. იზოლებული გავხდით, რომ შევკრებები ვიყავით კოდორის დალის ხეობაში. ცნობისთვის კიდევ ვინც არ იცის, რომ დალის ხეობა ქვია, საერთოდ კოდორის ხეობა იწყება ზუსტად იქ, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე ჩხალთაში. სადაც ერთდება ორი მდინარე ერთმანეთს, ჩხალთა და აჟარა. იქ იწყება კოდორის ხეობა. და არის სულ 5 ხეობა. და მთლიანობაში არის დალის ხეობა. მაგრამ მე აი იმის გამო, იმ ომების გამო და იმ მოვლენების გამო, იმ დაზაბულობების გამო მე კოდორის ხეობას ქვედა ნაწილმა ზედა ნაწილი შვა. თორე ეს არის დალის ხეობა. ეხლა დადგა საკითხი იმისი, რომ რამენაირად უღელტეხილებზე უნდა გადაგვეკეტა უღელტეხილები, რომ ბოევიკები არ გადმოსულიყვნენ საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. 92 წლის 3 აგვისტოს შევიკრიბეთ სოფელ ჩხალთაში და 80 კაცმა ფიცი დავდევით სამშობლოს დაცვის გამო და ერთგულების გამო და დავთქვით რომ ვიბრძოლებდით და მივიღებდით ჩვენს მონაწილეობას, შევუმატებდით ჩვენ შეიარაღებულ ძალებსა და საქართველოს მთლიანობისთვის და ფიცი დავდევით და შეიქმნა რაზმი მონადირე. ინიციატორი ამ სახელის მონადირის შერქმევის ვიყავი მე. მინდოდა რომ ყოფილიყო მეთაური, ერთი ყავდა აფრასიძე, ლადო უფროსი იყო ყველაზე და მაგი მინდოდა რომ ყოფილიყო მეთაური, მე პირადად და კიდევ რამოდენიმე კაც, მაგრამ უმრავლესობა მოითხოვეს დაჟინებით რომ მე უნდა ყოფილიყავი მეთაური. აქედან დაიწყო მე მარუხის უღელტეხილი, კლუხორის უღელტეხილი, გვანდარაის უღელტეხილი, აქსაი, პტიშის უღელტეხილები მთლიანად გადაკეთებული ჰქონდა აი მცირე რიცხოვან ჯგუფს. როდესაც მე გადმოვახეს ერთი ორი მარუხის უღელტეხილზე ცოტა სროლებიც კი ჰქონდა პატარაზე. რომ ნახეს რომ გამაგრებულია უღელტეხილები გადავიდნენ ლაბაარის ასეთი გუდაუთის მხარეზე უღელტეხილი და იქიდან დაიწყეს სიარული და იქ უკვე ჩვენ ვერ წვდებოდით ვერანაირად. მოკლედ ეს ასე მოკლედ რამ განაპირობა ჩვენი შექმნა მონადირის რაზმის და ერთი წლის განმავლობაში არანაირი გაფორმებული არსად არ ვიყავით, არანაირი ხელფასი ჩვენ არ მიგვიღია, ასე უანგაროდ ბრძოლობდით სხვადასხვა წერტილებში, ვისაც სად უჭირდა, იქ მივდიოდით და ვეხმარებოდით. იმის გარდა რომ უღელტეხილებს პატრონობდით. მე ძალიან ხშირად მომიწიათ ჩვენ ერთი ასეთი გმირი ყავდა გურამ დადუანი, მე-5 ბატალიონის მეთაური, რომელსაც ვედექით ხოლმე გვერდში. და ხშირად კოჩარის მიმართულებაზე 92 წლის 6 დეკემბერს, 6-9 დეკემბერს ალყაშიც ვიყავით დარჩენილები 3 კაცი. ყველა დავალება, სადაც კი ჩვენ მოვხვდით, ყველა დავალება შევასრულეთ ყველგან, აბსოლუტურად. ეხლა რა მინდა გითხრათ, ეხლა ცოტა შევამოკლებ და წინ წამოვიწევი ცოტათი. 93 წელს თუ გახსოვთ, პერემერიას რო იძახდნენ მოლაპარაკებები რო იყო, შეხვედრა იყო ატარა არმიანსკის მხარეზე, ეს არის ოჩამჩირის რაიონი და გურამ დადუანმა მთხოვა წამყევიო. აი მოლაპარაკებები უკვე რო შეჩერდა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რო იყო მოლაპარაკება. წავედით შეხვედრაზე აფხაზებთან და აფხაზებს ახლდათ რუსები. ხო და ამ შეხვედრაზე აქედან ვიყავი მე კვიციანი, ვახტი გურამ დადუანს და იქით ამ მხრიდან იყო მახსოვს ბესი კვიცინია. და კვიცინიები საერთოდ ჩვენ ყრილობებზე დადიოდნენ, იმიტომ რომ კვიციანებად თვლიდნენ თავს. ანუ ბატალიონის მეთაური იყო თვითონაც და მე ჯერ არ ვიყავი ბატალიონის მეთაური, მაგრამ ვიყავი მონადირის რაზმის ხელმძღვანელი. დავაზუსტებ ყრილობებზე დადიოდნენ, შეიძლება მსმენელისთვის გაუგებარი იყოს და გვარის ყრილობები როცა ტარდება. გვარის ყრილობებზე, დიახ. ხო და მოკლედ როცა რომ
გავიგე ვინ იყო, რა იყო, ბაგრატი იყო, კვიცინია, რომელიც ჩვენთან სულ დადიოდა ამ ყრილობებზე გვარის, იმის შვილი აღმოჩნდა. ანუ თლად კვიდრი ჩემთვის. იმდენი ვილაპარაკეთ ერთმანეთში, რომ აი სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხელი გადაუხვიეთ ერთმანეთს, უკვე ისე ვიჯექით. მოვიდა ის რუსი და დაგვაშორა ერთმანეთს. ნამეტანი მოგდითო რა. მაშინ მივხვდი, რომ არანაირი შეხვედრა მაგათ, არანაირი შერიგება მაგათ არ აწყობდათ და არაფერ კარგს არ გვიპირებდნენ და აი მაშინ იყო ბატონო სოზარ იცით თქვენ ეს თემა რომ დავიწყე გზის კეთება ჭუბერი ისა საკენი ჭუბერის მიმართულებით 5 ტრაქტორიდან ავაწყვეთ 3 ტრაქტორი გავაკეთეთ გზა რამდენიმე ერთი თვე თითქმის ვიმუშავეთ სანამ პერემერია ეგრეთ წოდებული რო იყო მოვასწარეთ ამ გზის გაკეთება ყველაფერი და საწვავის სათხოვნელად ვიყავი თავრობაში ჩასული საწვავი არ მომცეს და მინდა ხაზი გაუსვა თუ შეიძლება რომ ახალგაზრდობამაც იცოდეს ეს გვარი დასახელი ჩაკვეტაძე რაჟდენი იყო ასეთი რომელიც იყო მეგზევე და რო შევედი წებელდაში მაგასთან შეაღრაღებული ვიყავით ხო მაგას ეგონა და საყასაღებლად მოვედით არ ვიცნობდით ერთმანეთს და მაგი და რო უთხარი რომ რაჟდენბიძია მეთქი ამისთვის ვართ მოსული რომ საწვავი გვინდა გზები გავაკეთოთ გვინდა უღელტეხილზე იმიტომ რომ რა მოხდება კაცმარის თქვა შეიძლება გზები გადაკეთონ და ვერ საიდან ქართველები ვერ მომარაგება არ გექნება არ საიდან თქვა რა ბრძოლის დროს მე ვერ წარმომედგინა რომ საჯარისო ფორმირებები დატოვებდნენ ბრძოლის დროსაც წავიდოდნენ სულ ყველა იქიდან და ამიტომ მე ვფიქრობდი რომ მომარაგების საშუალება საიდან ყოფილიყო ხო და გაუხარდა ბატონ რაჟდენს და ერთ ძლივს არ შემხვდა ადამიანი რომელიც რო ფიქრობს რაღაცაზეო და 8 ტონა საწვავი გამომიყო დიზელი და 2 ტონა ბენზინი. აი ამეთი დავიწყე გზის კეთება, გავაკეთე ეს გზა, ყველაფერი აბსოლუტურად თან ოცნებაც ჰქონდა ბავშვობიდან რომ ჭუბერსა და საკენს შორის ყოფილიყო გზა. და ეს ავისრულე მაშინ კიდე დამატებით ამას. მოკლედ ახლა ამ გზის წინააღმდეგ დიახ უბრალოდ მართლა ეს ყველაფერი მეც ვიცი და ერთი რამე მინდა ვთქვა და ბატონ ემზარის დამსახურება. რომ არ ყოფილიყო ის გზა და პირადი ინიციატივა ემზარ კვიციანის. სოხუმიდან წამოსული რამდენიმე 10,000 კაციდან სხერპლი იქნებოდა აი ასეულობით და შეიძლება 1000-ობით დაგვეთვალა. ამ გზამ გადაარჩინა 1000-ობით ადამიანის სიცოცხლე და ამის გამო მადლობა ეკუთვნის მართლა მთელი საქართველოსგან ემზარ კვიციანს. ერთმანეთს უქმნიდნენ პრობლემებს. ძალიან ხშირ შემთხვევაში მანქანები გადახერგილი იყო იქაურობა. ძალიან მან დრო ხელისუფლებას რო აიღო თავის თავზე, უბრალოდ რომ მიეხედათ გაქცეული ხალხისთვის, ხო? და გაეწმინდათ გზები. მეტი კი არ იყო არაფერი საჭირო. მე ამინდები გაფუჭდა და ტალახები და ვერ გადადიოდნენ მანქანები, თორე არ გაწამდებოდა ასე ჩვენი ხალხი. მე ეს ყაჩაღობები, რომელიც რო ჩვენ მოგვიტრიალეს კიდე, მე ბაგადაში ვიცავდი დევნილებს იმისგან რომ სტოვარი არ დაწეოდა და არ მოეკლათ და არ გაიზარცვათ და უბედურება არ შეხვედროდათ შემოგვიტრიალეს მე ეს ყველაფერი ისე რომ თითქოს და ჩვენ ვაყაჩაღებდით და ჩვენ ვაკეთებდით და როდის ვასწრებდით მოკლედ ეს ყველაფერი გასაგებია ძალიან მიზანმიმართულად იყო ქალბატონო თეა ძალიან ესეთი ის მიიღო სახე ყველაფერმა რომ ძალიან ადრე გავიგეთ ჩვენ ის რომ ჩვენი სახელმწიფო რატომღაც სახელმწიფოს ზოგიერთი სტრუქტურები ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მე გვიან კი გავიგეთ რომ თურმე გადაწყვეტილი ყოფილა აფხაზეთის გადაცემა და ამიტომ ხდებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ ასე ღიად, აშკარად და ასე აი როგორ თქვა სიძულვილით ეს გაეკეთებია ვინმეს თუ 10 კაციდან 2-ს უნდა ჩაბარება 8 მაინც იბრძოდა რომ არ დაკარგულიყო ჩვენი ტერიტორიები. მოკლედ 93 წლის 2 ოქტომბერი იყო პირველი შემოტევა რომ მოვიგერიეთ. 2 კაცი დაგვეღუპა, 4 დაგვეჭრა, იქით კარგი ზარალი მივაყენეთ და მოგშორდნენ. ეს იყო ბაგადის გვირაბებთან. ამის მერე დაახლოებით 2 კვირაში კიდე შემოგვიტიეს. მერე კიდე ძალიან ბევრჯერ იყო შემოტევები, მაგრამ განსაკუთრებული შემოტევა იყო 94 წლის მაისში. აი რამ განაპირობა 94 წლის მოსკოვის შეთანხმება. აი ფართომასშტაბიანმა შემოტევამ, სადაც რო შემოვიტყუეთ მოწინააღმდეგე და ძალიან დიდი მსხვერპლი რომ მივაყენეთ. აი ამან განაპირობა ის, რომ მოითხოვეს შეხვედრა. მოსკოვში იყო შეხვედრა
და რატომღაც ცდილობენ რომ ორმხრივი დაარქვან იმ ოთხმხრივ შეთანხმებას და ოთხმხრივი რატო იყო? ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას საქართველომ, რუსეთმა, გაერომ და აფხაზებმა. ეს შეთანხმება იყო 94 წლის 14 მაისი. 94 წლის 30 ივლისს ეხლა უკვე გადმოვხდი შეგნებულად, იმიტომ რომ კი კარგი იქნება რომ ახალგაზრდობამ ყველაფერი ეს გაიგონ დაწვრილებით, რა თქმა უნდა. სკოლებში არ ასწავლიან მოახლეის ისტორიას, ინსტიტუტებში არ ასწავლიან და რაღაცა საშუალებით მაინც უნდა გავაგებიოთ, მაგათ რა ხდებოდა საერთოდ ჩვენს ქვეყანაში. 94 წლის 30 ივლისია. წინა დღეს დამებადა ზუსტად ბიჭი, მეორე ბიჭი. და შეხვედრა არის სოფელ ქობჩარაში. წარმოდგენილი არიან აფხაზები, ჩვენ ქართველები, გაერო და რუსები. რუსეთის გენერალის გვარიც მახსოვს, იაკუშევი იყო ასეთი და დაუჯექით სალაპარაკოდ. აფხაზები იყვნენ ძალიან მწყრალად განწყობილი ჩემს მიმართ, რა თქმა უნდა, ისეთი იყვნენ დამუშავებული უკვე მთელი ამ პერიოდში ჩვენს წინააღმდეგ, უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ, სვანების წინააღმდეგ, რომ ყველაფერი თუ რამე ცუდი ხდებოდა ომის დროს, იმის გამო, რომ აფხაზები და სვანები ძალიან ახლოს ვიყავით, მთებში ერთად ცხოვრობდით, ერთად ყოველ ზაფხულს ერთად ვატარებდით და რაღაცა ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. მაგრად იმუშავეთ სპეცსამსახურებმა, რუსულმაც, აფხაზურმაც და ქართულმაც, რომ ჩვენ გადავეკიდებიათ ერთმანეთზე ძალიან მაგრად. მოსულები იყვნენ აი ძალიან ცუდად რა. რა თქმა უნდა მოგვივიდა შელაპარაკება, ვილაპარაკეთ იმაზე, რომ აი ჩვენ ისეთი ცუდები ვართ ქართველები და ფაქტები მოიყვანეს, რომ სად რა ჩაიდინეს ქართველმა ჯარისკაცებმა, მეომრებმა და გავაჩერე. მეთქი მე ნუ მომაწერთ ნუ რაფერს თქვა და დაუდევი ფაქტები. პირველი 45 კაცი ტყვედ რო ავიყვანეთ, აგიყვანეთ აფხაზები გურამ დადუანთან ერთად სხვათა შორის. იარაღი ჩამოვართვით, ხარი დაუკალით, პატივი ვეცით და გამოუშვით სახლში მეთქი. ყველა მხო მოაღწია თვითონმა მათგანმა. დიახ, ყველა დაბრუნდაო. მეორე 13 კაცი რო ყავდა ტყვედ აყვანილი, იმათაც პატივი ვეცით, იარაღი ჩამოვართვით, გამოუშვით სახლში. ხო, ყველა დაბრუნდა სახსალამათი სახლში. ვინმე სკიპურტი მოხდა? არა, მადლობელი ვართ. 14 კაციანი ვერტალიოტი 14 კაციანი ლაბახუა იყო მეთაური იქა. ვერტალიოტი ჩამოაგდეს, მაგრამ იქ ჩვენ არ გქონდა ადგილობრივ მოსახლეობას არანაირი კავშირი იმ ჩამოგდებასთან, მაგრამ გაფუჭებული ვერტფრენი დაждდა საკენში და 14 კაცი ტყვეობაში იყო ჩვენთან. ლაბახუა იყო მოადგილე არძმბასი. დაგიბრუნდა სახსალამათი და ვითხოვდით 5 ადამიანს, რომლებიც იყვნენ დაკარგული გაგრაში. ერთი-ორი იყვნენ ხეობიდან, დანარჩენები სხვა კიდე. და არც დაგიბრუნებიათ ისინი არაფერი, მაგრამ დამიბრუნეს ოჩამჩირეში ძველ კენთხში ტყვედ აყვანილი ჩემი ბიძაშვილი ელვარდი კვიციანი, რომელსაც არც ყურები ქონდა, არც ცხელი ქონდა და დაგლეჯილ დაფლეთილი დაჭრილი ყავდათ აყვანილი. იმიტომ რომ ტყვედ ვერ აიყვანდნენ, გათიშული იყო გრანატამეტის იმიდან ნაღმი აუფეთქეს და იქიდან გათიშული იყო, კონტუზია მიიღო და თან დაჭრილი. აიყვანეს და მათ ხელში გაიღვიძა ფაქტიურად. და ნაწამები დამიბრუნეთ მეთქი. გახსოვთ მეთქი ეს ძალიან კარგად და ფაქტები მოუყევი. ნუ ჩამოყარეს ყურები, ხმა ვერ ამოიღეს აბსოლუტურად და მომკიდა ხელი იმან გენერალმა, რუსმა გენერალმა და შეიძლებაო ცოტა ხანს დაგელაპარაკო და გამიყვანა. ჩამომართვა ხელი, ეს რამ ყოველთვის მეხსოვება რომ ხელი რო ჩამომართვა თითები არ მეყო ხელში, იმიტომ რომ ორი თითი არ ქონდა, ავღანეთში ნამსახურები ყოფილა ის თვითონ გენერალი იაკუშევი. და მეუბნებას ეს სიტყვებს, მე გენერალი იაკუშევიო, გაძლევ პირობასო, რომ არც ერთი გასროლა არ მოხდება, არც შენს წინააღმდეგ და არც შენი ხალხის წინააღმდეგ დღეიდან ამ ხეობაშიო. ოღონდო გვითხარი სად დავდგეთო, არ უშვებდით ხეობაში, იმიტომ რომ 94 წლის ხელშეკრულების ფორმატით უნდა შემოსულიყვნენ და საგუშაგოები გაეკეთებიათ თელს ხეობაში. აქ არ უშვებთ, აფეთქებული გვაქვს გზა იმ კლდეებთან ქობჩარის და არ უშვებთ შიგნით. ხო და ახლა მან რადგანაც ეს თქვა, რომ სადაც მეტყვი იქ ჩავდგებიო, ახლა ჩვენთვის არის მისწრება, რომ შუაში ჩადგეს. და ფართომასშტაბიანი
შემოტევები იყოს უკვე დაცული ყოფილიყავით. ჩვენც და ისინიც არც მათ შეეშინდებოდათ უკვე აფხაზებს იმისთვის რომ ჩვენ გადავიდოდით შეტევაზე და არც ჩვენ შეგვეშინდებოდა რომ ისინი ჩვენს მოსახლეობას. მოკლედ ამაზე შევთანხმდით და ეხლა მოკლედ მოვყვები ერთ რაღაცას რომ როდესაც უკვე რომ შეთანხმება მოხდა ეს უკვე ჩვენი გამარჯვება უკვე და დაუძახე ბიჭებს გამოიტანეს და გაიშალა სუფრა. ამ სუფრაზე დაუწყე ჩემებს სიმღერა აფხაზური. მინდა მოვყვე მაინც ისტორია ეს ყველაფერი. ამყვრენ ჩემების და გამოგვივიდა ძალიან ლამაზი აფხაზური სიმღერა და აფხაზებმა ფეხზე ადგნენ და ცრემლები მოსდიოდათ. იმ დღეს მოხდა ჩვენი შერიგება. იმ დღის მერე აფხაზებს ჩვენს წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადაუდგიათ. მხოლოდ და მხოლოდ ის იყო რომ სპეცსამსახურები აფხაზების სპეცსამსახურები ჩვენი სპეცსამსახურებში რა თქმა უნდა ჩანერგილი ხალხი იქაც და აქაც და ასევე რუსეთის სპეცსამსახურები თუ რაღაცას მოგვიწყობდნენ კანტიკუნდათ ხანსად თორე არასოდეს მაგათგან არ გვიგზნია რამე ისა ამოდიოდნენ შეხვედრაზე ამოქონდათ პურმარილი თვითონ ჩვენ ვახვედრებით და მთელი ეს წლები აფხაზებსა და ქართველებს შორის იყო მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი საუბარი და ნორმალური ურთიერთობა. რასაც ვერ იტანდნენ თბილისში რატომღაც. ეხლა მოგიყვებით ერთ რაღაცას კიდე. 2001 წელს მომთხოვეს, რომ პარტიზანები უნდა შემოვიდენო ხეობაში. მე ვუთხარი, არავითარი პარტიზნობა არ შეიძლება. ჩვენ ეხლა რამენაირად უნდა გავიტანოთ დრო, რომ მოძლიერდეს ჩვენი სამშობლო. მოძლიერდეს ჩვენი ქვეყანა იმისთვის, რომ რა თქმა უნდა უკვე იმის მერე რაც რო შევრიგდით აი ასეთი შეხვედრა მოხდა აფხაზებსა და ჩვენ შორის ჭკუაშიც არ გამივლია რომ აფხაზების წინააღმდეგ როდისმე იარაღს ავიღებდი უკვე ხელში ისეთად ურთიერთობა უკვე აფხაზები მეუბნებოდნენ რომ ჩვენ გვინდა თქვენთან მაგრამ თქვენ არ გვიშვებთო გვესწრითო და რა გავაკეთოთ აი მაგალითები იყო ამისი ის რომ როგორც კი რაღაცა დათმებოდა სიტუაცია გავშიატყდებოდა სროლები ანიქით მოიტაცებდნენ ვიღაცას, ანაქით თუ ვინმე სახსოვს კოდორში ვინმე აფხაზი გაიტაცეს ან ქართველი გაიტაცეს, ყოფილა შემთხვევა. ხო და 2001-ში მირეკავს ჩემი ერთ-ერთი აკადემიის მეგობარი, ერთად გვაქვს დამთავრებული ჯონი ტომარაძე, კახეთიდან. უпроსტად მე ურეკავ მაგას, კახეთში მსახურობდა მაგის შინაგანჯარებში და მეუბნები რომ რაღაცა მჭირდებოდა, მოვიკითხე და რაღაცა მჭირდებოდა. შენ იმის გამორეკავო? რის გამო მეთქი და? რა არის ცევი მთელი ამბავი ატეხილიო 500 კაციანი ჯგუფი ჩეჩნების გადაყვანილია, გადასროლილია კოდორის მიმართულებით. აი მაშინ გავიგე ამათი გადაყვანა. გავიქეცი მასთან, თეოზადესთან ეგრევე, მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან. ნუ მერე დაიწყო ის უკვე ყველაფერი ამბავი რომ რამენაირად გადაგვერჩინა ქვეყანა ომს. მერე რაც მოხდა, როგორც მოხდა, მაგრამ თავარი იყო რა. მე ახლა რასაც ვიკეთებდა ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების ჩანერგილი ხალხი, აი ეს იმას მინდა ხაზი გაუსვა თქვენთვისაც და ჩვენი მომავალთაობისთვისაც და მოსახლეობისთვის. მე იმ დროს ვარ პრეზიდენტის რწმუნებული კოდორის ხეობაში. ვიმყოფები ჩეჩნებთან ერთად. კბილებამდე შეიარაღებული ჩეჩნები. ანუ ისეთნაირად ჰქონდათ ეს ყველაფერი დალაგებული რუსეთის სპეცსამსახურებს, რომ მაინდა-მაინც იმ პერიოდში მოხდა ერთ-ერთი რუსი სიძე, ჩვენი სვანების სიძე და კერძოდ ჩემი ძალიან ახლობელი ოჯახის სიძე, ჩვენთან კოდორის ხეობაში, როდესაც ჩეჩნები იქ შემოვიდნენ. მაინდა-მაინც მაშინ მოხდა იქ. რა თქმა უნდა, ამან გამოიწვია ძალიან მძაფრი, ისა კინაღამ დაუცხეთ ერთმანეთს ტყვიები, მაგრამ მოახერხეთ შეჩერება. მერე ისევ და ისევ გელაევის ვაშკაცობა იყო სხვათა შორის იმაში, რომ თავის თავზე აიღოს ყველაფერი და ჩააწყნარა ეს ურთიერთ შუღლი რო არ დაწყებული იყო და სროლა რო არ დაწყებული იყო ჩვენ შორის და ამისთვის იყო გათვლილი მაგი, რომ ჩვენ უნდა დავეპირისპირეთ იქა. მაგრამ არ გამოვივიდათ არც ეს და მე და გელაევი დავზმაკაცი და 3 თვის განმავლობაში ისე რომ ძმობა უთხარით ერთმანეთს. ეხლა რა მომენტია? 2001 წლის 18 ოქტომბერია ვიმყოფებით ძალიან ღრმად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შუაგულში, ნაარის ასეთი სოფელი განახლების მიმართულებით და დილის უთენია რიჟრაჟზე ისმის ვერტფრენის ხმა. რა უნდა იქ გაეროს ვერტფრენს? როდესაც დაძაბულობაა, როდესაც რომ
საშიშროება არის რომ ვერტფრენები ჩამოაგდონ და ყველა მიცის აბსოლუტურად საქართველოში მით უმეტეს ახლა სპეცსამსახურების გამოცდილებული იყვნენ ისინი იქა რომ სტინგერები კი არა და იგლა 2 თუ 1 არ მახსოვს უკვე იგლა 2 აქ 9 ცალი ანუ ვერტფრენს არანაირი შანსი არ აქვს გადარჩენის ეს როლეს დილა უთენია და ჩამოაგდეს გაეროს სამშვიდობო ძალების ვერტფრენი სადაც 9 ადამიანი იჯდა და ერთ-ერთი ჩვენი გოგონა მაგათმა ჩეჩნებმა ესროლეს და ჩამოაგდეს ეს ვერტფრენი რა 500 კაციანმა ჯგუფმა 500 კაციანი ჯგუფი იყო ეს აი ის თქვენ რო აღნიშნეთ 500 კაციანი იმისი რა ქვია მათგანი გელაევის ჯგუფმა ხო ამაზე ავტეხე ამბავი მე გელაევი საერთოდ არ ენდობოდა არავის და სულ იყო ცალკე და მაღალ ადგილას ჩერდებოდა არავინ არ ვიცოდი სად ჩერდებოდა და ეს გასროლა საიდანაც იყო იქ გავიქეცი ავიდი ზევით და აუტეხე ამბავი რატო ესროლეთ გაეროს ვერტფრენს ხო ჯერ პირველად მითხრა რომ ტყვეყავდათ სომეხი პოლიციელი იყო ამან გითხრაო რომ გადაღებილი არისო თუ არა აფხაზების სპეცრაზმის ვერტფრენი არისო მაგრამ მერე ჩაუფლავდათ ეს ტყვილი და ბოლოს პირდაპირ მითხრა რა ვიცი ახლა თქვა არ თქვა მაგრამ უნდა ვთქვა პირდაპირ მითხრა რომ ვინც მე დამაფინანსა იმის დავალება უნდა შევასრულო ხო და კი მაგრამ შენ წამოხვედი აქეთ რომ თითქოს და დახმარება გინდოდა საქართველოსი რომ ტერიტორიების დასაბრუნებლად განიცდიდი იმას რომ პირდაპირ მითხრა მე რომ შეცდომა დაუშვითო ჩვენ ჩეჩნებმა როდესაც აფხაზების მხარეზე წავედით ავყევით პროპაგანდასო და საქართველოს წინააღმდეგ ვიბრძოლეთო ამის მერეო თქვენო ასეთი საქმე გავიკეთეთო დაჭრილებიო და ესენი მიგვიღეთ და დაგვეხმარეთო რა და ამიტომ მეო ჩავთვალეო საჭიროდო რომ დაგხმარებოდიო ესეთი სიტყვები მითხარი და გაეროს ვერტფრენი რატო ჩამოვაგდე თქვა მივაწექი მეც მაგრამ იმიტომ რომ ძალიან მეწყინა აი ჩემი ქვეყნის საწინააღმდეგო ჩადენილი საქციელი მოკლედ მითხრა რომ ვინც დამაფინანსაო და ეხლა არ ვიცი დღეს ეხლა რამდენად ჟღერს ეს და პოპულარულად ჟღერს მაგრამ პირდაპირ ასე მითხრა მაგან და თანამომსწრეებიც არიან დღეს ხვეთვადით ხამს მიყოფოს ის ბიჭები ვინც ვახდენ სოროსმა დამაფინანსაო აი ესე მითხრა პირდაპირ კი მაგრამ რა შეაინტერესებდა მეთქი გაეროს ვერტფრენის ჩამოგდა არც ეს არ დაუჯერე გაეროს ვერტფრენის ჩამოგდება და მე ბოლოს კი ვნახეთ სულ ყველამ რომ ყველას აწყობდა თურმე ვერტფრენის ჩამოგდება ერთი მომენტი იყო ის რომ თავარი იყო რომ კოდორის ხეობის დასაპყრობად იყო ეს ჩადენილი რადგანაც რომ კიდე რა მითხრა რა თქინდოდა მე მაგის ჩამოგდება თქო და სოფლიო ტერორისტის წოდება გჭირდება ჩვენო თორე ალ-ქაიდა არ გვაფინანსებსო აი სიტყვა სიტყვით მისი სიტყვები ამის მერე მოკლედ რაც იყო ეხლა არ გვიჩხუბია არ გვისროლია ერთმანეთს არაფერი მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა ამის მერე შეტრიალდა და всё მივდივართო უკანო ანუ თელი დავალება მისი აღმოჩნდა რომ იყო ის რომ ეს ვერტფრენი უნდა ჩამოიგდო ეხლა კითხვა ისმება ასეთი რა უნდა იმ ვერტფრენს იქ რატო მოვიდა რას აკონტროლებდნენ როდესაც რომ ბოევიკების ამხელა ჯგუფი იმ შეიარაღებით რომელთაც ვერტფრენის ჩამოგდება არ გაუძნელდებათ ეს იგი მხოლოდ დავალება მისი იყო ეს რომელსაც ხელი შეუწყეს რა თქმა უნდა სხვადასხვა სტრუქტურებმა ისევ ჩვენთან ეხლა წამოვიწევი ნელ-ნელა წინ 2006-ისკენ ხო და 2004-ში გახსოვთ ალბათ 2002 წლის 12 აპრილი დესანტი რო გადმოასხეს ხეობაში და ყველა მიცით და იმ დღეს ბათიაშვილის მოყვა მაგასთან დაკავშირებით და ამიტომ დროს არ დაგაკარგებთ მაგასთან დაკავშირებით. უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით რომ მაგრად ვიკამათეთ მე და FTV იყო მაშინ სამშვიდობო ძალების სარდალი რუსების მხრიდან. იმის მერე არ გქონია ურთიერთობა საერთოდ და არანაირისა და გააქტიურდა 2003 წელს. მოვიდა საჩუქარი მომიტანა ოფისში ისეთი საჩუქარი მომიტანა რომელზეც ვარს რო ვერ ეტყვი. დიდი ეკლესია გაკეთებული ხელით მომიტანა ეს საჩუქარი და რა გამეკეთებია ახლა
ვარს ეკლესიაზე ვერ იწვი მართლმადიდებელი კაცი და ანუ ისეთი ტექნიკური მიდგომა. მივიღე ესა და მე რამე ჩუქნა და ის მქონდა, ჯიხვის რქები მქონდა ოფისში მე და მასე კარადაზე. ავიღე და ეს რქები ვაჩუქე. და მოკლედ გათბა ურთიერთობა და დაიწყო საუბარი უკვე ერთმანეთში. ეხლა შეხედეთ, თავარი რა არის ეხლა აქ. ყოველ კვირას ცდილობს რომ შემხვდეს, ყოველ ორ კვირაში ერთხელ მაინც და ითხოვს რომ აი მე ჩემი ხელმძღვანელობა მაძალებს სკოდორში შემოსვლას და რამენაირადო შემომიშვიო რა და გავაკეთებ საგუშაგოებსო და რაც შეგიშლი ხელსო პირიქითო უფრო დავახლოვდებითო რაღაცები ასეთი ისა და მეთქი არა. კიდე მოვიდა და მესამე დრო მოვიდა, აი ესე მომივიდა უბრალოდ თავში ასეთი აზრი რომ მეთქი კი ბატონო ვიცი რომ არ უნდა დევნილების დაბრუნება რუსებს აფხაზეთში და ისეთ რამეს ვეთყვი რომელსაც ვერ შეასრულებენ და მითი მოვიშორებ თქვა რა მეუბნები მეთქი მაშინ ასე მოვილაპარაკო თქვა მე ჯერ ერთი გეკითხები თქვა რომ რამდენი საგუშაგო გავში თქვა და 300 რაღაცა მითხრა ძალიან ბევრი საგუშაგოები იყო და კოდორში რამდენი გაქვეთქი ჩემს ხარეზე თქვა ზემო კოდორში რამდენი გაქვეთქი და არც ერთიო მე რატო კვდებიან იქ ხალხი აფხაზები და ქართველები მეთქი სადაც შენ საგუშაგოები გაქვს და სადაც არა გაქვს იქ მშვიდობა გვაქვს მეთქი და არავინ არ კვდება აკვირდები მეთქი ამას და აი რა საჭირო ხარ თქვა იქ შენ ხარ სამშვიდობო ძალების სარდალი ანუ შენ გინდა რომ მშვიდობა იყოს მეთქი ხო მშვიდობა არის რატომ გინდა შემოხვიდე მაინც მეორეჯერ მოვიდა ისევლე და მესამეჯერ უფრო სწორად ეხლა მეუბნები კი ბატონო თანახმაცავ რომ შემოხვიდე თქვა შემოგიშვებ თქვა ხიდესაც დაგეხმარები ავაშენებ თქვა ყველაფერი ოღონდ დევნილები ჩაასახლე მაშინ მეთქი სოხუმამდე სოხუმის ჩათვლით თქვა და თანახმოვარ თქვა არი უარა მეუბნება წავალ ჩემ ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და ორ კვირაში დაგიბრუნდებიო წავიდა და სადაც 3 დღეში დაბრუნდა დაჩქარებით მეუბნება რომ ასე და ასეო თანახმას არისო ჩვენი ხელმძღვანელობა დევნილების დაბრუნებაზეო. ისეც წერია ამ 94 წლის შეთანხმებაში დევნილების დაბრუნებას წერია. კი ბატონო მეთქი. აი იმიტომ მოვითხოვე, სწორად ყველგან ამას მიფრიალებდნენ ამ დოკუმენტს 94 წლის შეთანხმებას. ხო და მაშინ მეთქი ასე არ გამოვა მე ჩემი და შენი ლაპარაკი პრეზიდენტთან და წამომყვეთ თქვა და კი ბატონო და შევხვდით დაურეკე შევარდნაძეს ავედით შევარდნაძესთან და ვზივართ 3 ადამიანი. და მიდის საუბარი ამაზე, მე უთხარი რა თქმა უნდა საქმის კურსში ჩავაყენე ჯერ პრეზიდენტი რომ მეთქი ასე იძახის თქვა რომ დევნილების დაბრუნებას თქვა და ეხლა შევარდნაძე უუბნება მითხრაო ემზარიმო რომ დევნილების დაბრუნებაზე წინააღმდეგი არ ახართო და მართალი არისო? კიო მართალი არისო ბატონო პრეზიდენტო მაგრამო ძალიან გაჭირდებაო ძალიან ძნელია ინფრასტრუქტურა განადგურებული არისო მომსპარია ყველაფერიო დიდ თანხებთან იქნება დაკავშირებულიო რაღაცები და შევარდნაძემ უთხრა ვიციო რომ დიდ თანხებთან მიუხედავად იმისა რომ ამ ხელა გაჭირებაში ვართო გვიჭირსო ფინანსურადო ძალანო მე გამოვნახავ მაგის სახსრებს რომ დევნილების დაბრუნებას ხელი შეუწყოთო ჩვენმა ქვეყანამ მოკლედ დაგვევალა რა შექმნით სამუშაო კომისია აფხაზებისგან გაეროსგან და რუსებისგან შემდგარი და ჩვენი ქართველებისგან რა თქმა უნდა იმუშავეთ და შექმნით დოკუმენტი რომ მოეწეროს ხელი ამ შეთანხმებას და იმის მერე დავიწყოთ რუსების ჯარის შემოყვანა სამშვიდობო ძალების კოდორის ზედანაწილში და დევნილების ჩასახლება სოხუმამდე სოხუმის ჩათვლით მთლიანად დავიწყეთ ამაზე მუშაობა შეხვედრები ამერიკელებსაც შევხვდით გაეროს ფორმატით ეს არის 93 წელი. ეხლა ქალბატონო 1993 დიახ. ეხლა როგორი სიტუაცია? შეთანხმებული ვართ ყველაფერი და დაინიშნა შეხვედრა გალიზგაზე რო იყო ოფისი რო იყო გაეროს ოფისი რო იყო ზუგდიდით რო გადავიდოდით ხიდზე გალიზგის ხიდზე გადავიდოდით იქ რო იყო ისა ოფისი მაგათი იქ ჩაინიშნა შეხვედრა 4 მხრივი შეხვედრა ეს არის 2003 წლის 5 ივნისი მივფრინავთ აქედან ვერთფრენით სენაკში არა თვითფრინავით სენაკში და სენაკში დახვდა ვერთფრენით და გადავფრინდით ზუგდიდში
ხას უსვამ ამას, იმიტომ რომ აი დააკვირდით უბრალოდ როგორ მიდიოდა ხელი შეშლა ამ ყველაფრის. ჩავედით თუ არა იმაში სენაკში ვერტფრენზე რომ უნდა გადავждეთ და მორბის რუსთავიორის ჟურნალისტი. ცნობილი ემაგოგი ხრია იყო მე მგონი, ხო? და მეუბნება, მეკითხება, ბატონო ემზარ რა კომენტარს გააკეთებთო კოდორშიო გაეროს მისიის წარმომადგენლები გაიტაცეს. რა კომენტარი უნდა არა, ბოდიშით, გაეროს მისია ჯერ არა. პარტიის ქართველმა პარტიზანებმა გზა გადაგიკეტესო და არ გიშვებენ მოსალაპარაკებლადო. რას ქვია ქართველი პარტიზანები ახლა მეომრების ყველა ვიცი თითქმის და ვინ გადამიკეტავს გზას გამიკვირდა ძალიან. ჩავფრინდით ზუგდიდში შევხვდი ამ მეომრებს, სხვადასხვა რომელი იყო ეს მეომარი, იცით? პაატა კარდავა ზღვაში რო ჩააგდეს, რო დახვრიტეს და ზღვაში გადააგდეს, ის ბიჭი იყო. აი როგორ ჩვენი ცინდელიანი რო აწამეს და ჩააგდეს, ისე გაუკეთეს იმასაც. ხო და ეს პაატა მეუბნება, ჩვენო ასეთი ის მოგცესო, ინფორმაციაო, მოგცესო ასეთი რომ მოღალატეობრივი შეთანხმებას უნდა მოაწეროთო ხელი და იმიტომ არ გიშვებდითო. მოუყევი მე მეთქი, მივხვდი რომ რა თქმა უნდა ეს იყო ხელშეშლა, აი ამ ყველაფრის, მოუყევი ასე და ასე ამის სანაცვლოდ, ამის ესეთია შეთანხმება არის და ეგრევე მეც გამოვყვები, მე თვითონ გაგაცილებო. ავდექით აქედან, გამოვდივარ და მორბის ისევ ჟურნალისტი. რა კომენტარს გააკეთებდო, რა კომენტარი უნდა გავაკეთო მეთქი, ჩვენ უკვე გავერკვიეთ ერთმანეთში და მივდივართ შეხვედრაზე თქო. არაო, გაეროს მისიის ოფიცრები გაიტაცეს კოდორში. აი ახლა წარმოიდგინეთ, ახლა თქვენ ამ ხელა შეთანხმებაზე მივდივართ, ამ ხელა საქმე კეთდება და იტაცებენ გაეროს მისიის დამკვირვებლებს კოდორის ხეობაში. ახლა ერთ წმინდა ხაზი გავუსვა თუ შეიძლება. წეგან რომ ხაზი გავუსვი რომ 5 ხეობაა თქვა. გაეროს მისია როდესაც შემოდიოდა შესამოწმებლად ხეობაში რომ შეიარაღება ხო არ გვაქვს შეტანილი და რამე სხვა რო აპირებთან რაღაცა, ამ 5 ხეობიდან თავისით ირჩევდნენ, ჩვენ არ ვიცოდით რომელ მხარეზე უნდა წასულიყო. მაგრამ მირეკავდნენ მე გამოვუყოფდი დაცვას ადგილობრივი მოსახლეობიდან და თვითონ მისახდნენ იმათთან ერთად რა თქმა უნდა და მიდიოდნენ სად მიდიოდნენ ჩვენ თვითონ არ ვიცოდით. გინდა მარუხის მიმართულებით წავიდოდნენ, ბარომბის მიმართულებით თუ საკენის თუ ომარაშარის აბსოლუტურად აზრზე არ ვიყავით ჩვენ არაფრის. ნახეთ? აი ამ დღეს ჩვენ არ დაგვიკავშირდნენ და არ მოითხოვეს დაცვა. მარტო რუსების დაცვა ახლდათ და წავიდნენ მაინდა-მაინც იქ, სადაც 1 სუტკის განმავლობაში ვიღაცა ჩასაფრებული იყო გასატაცებლად. ეხლა როგორ ფიქრობთ, ვისი დაგეგმილი იყო ეს ყველაფერი? ამის მერე და იყო ჩაიშალა რა თქმა უნდა, მე ასე გავსტუკით გამოწყობილი მოსალაპარაკებლად პირდაპირ ვჯდები ვერტფრენში და მივფრინავ ხეობაში. შევკრიბე მთელი ხეობა. მთელი ხეობა იყო გამაწყრალი, რა თქმა უნდა, ამ ფაქტთან დაკავშირებით გაბრაზებული სულ ყველა რომ ამ ხელა საქმე კეთდებოდა, კურსში მყავდა ხალხი, რა თქმა უნდა. შეიკრიბა მთელი ხეობა და გავუშვი დაზვერვა ყველა მიმართულებით. ეხლა არც ისე დიდია ეხლა ხეობის მოსახლეობა და ტერიტორიულად რომ ვერ გავიგო სად არიან. ნუ მივაგენი რომ მიახლოებით სად უნდა იყვნენ. ხო და გამოვაცხადე რომ ხვალ დილის 4 საათზე ვიწყებ სპეცოპერაციას. არ ვზოგავთ არავის. ფაქტია რომ შეგნებულად გვიღალატეს, ამ ხელა საქმე ჩაგვიშალეს, არც გატაცებულს, არც გამტაცებელს არ ვზოგავთ თქო და თან ეს ჩვენი სპეცსამსახურების გასაგონადაც ვიზახი და პლუს იმ მათი მშობლების გასაგონად, ვინც ყველა ხო იქაა შეკრებილია. ვიღაცა ხო იქნება ვიღაცის მშობელი და რაღაცა რო არ იცოდეს, გამორიცხულია რომ სახში არაა თავისშვილი, ხო? გადის 20 წუთით მაქსიმუმ ამ გამოცხადებიდან და მირეკავს ბატონი ვალერი ხაბურძანია, მინისტრი იყო უშიშროების. ბატონო ემზარო, ეხლა მოვისმინეო რომ ისო სპეცოპერაციას აპირებოდა არ ქნა შენი ჭირიმეო, რატომ ეთქიდა? იმიტომ რომ გაეროს მისიის ოფიცრებს რამე რომ მოუვიდეთო, წასულია ჩვენი საქმეო რა, აი ძალიან ცუდად იქნება ჩვენი საქმეო. მეთქი მაშინ როგორც გაატაცებია შენმა სამსახურმა თქვა, ისე დააბრუნო უკან პირდაპირ ტელეფონში ველაპარაკები მაგას. აუ რას ამბობო ბატონო ემზარო, როგორ გეკადრებაო და გამითიშა ტელეფონი. გადის 10 წუთი და მირეკავს ჯემალი გახოკიძე.
მაშინ უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მე მგონი თუ მოადგილე არ მახსოვს უსტად, მაგრამ მე მგონი მდივანი მოვალეობას ასრულებდა. და იგივეს მეუბნება. არ გააკეთო, თორე იმათ რო რამე მოუვიდოთ და მაშინ მეთქი როგორც გაატაცებიეს თქვა. სამსახურებმა თქვა, ისე დააბრუნონ უკან მეთქი. დაახლოებით 2 დღეა თუ 3 არ მახსოვს, არავინ ჩამიჩუმი არ ისმის, არავით არის აი ფულის გამო გატაცება და რამე არავის არ უთქვია ჯერ არაფერი. და 2 საათში გამოჩნდა შუამავალი და არ დამემალია მაშინეს ნათქვამი მქონდა, ტარიელონიანს დაურეკა ვიღაცამ, ტარიელონიანმა დარეკა ჩვენთან, რომ შუამავლები გამოჩნდნო და ფულს ითხოვენო. ნუ ახლა თავარია გამოჩნდა, ახლა ხო ვიცი რომ რატო გამოჩნდნენ. რომ უკვე ყავს ვარ. ნუ მოკლედ როგორც თქვენ შევიათ გაბატონო თეა ხუმრობასაც გაურევ ხავე. ზივართ ვედაკობა-კობოლაძე ტყეში. ველოდებით რომ უნდა გამოიყვანონ უნდა გამოვიდნენ სალაპარაკოდ შუამავლები. თბილისიდან ჩამოსული შუამავლები. ხო და რეკავს ტელეფონი. ვალერი ხაბურძანია. მეუბნება ისა როგორ ასაქმეა ბარაშჩებით და აგერ ველოდებით მეთქი შუამავლები უნდა მოვიდნენ თქვა და ზივართ ვედაკობა და ველოდებით თქვა და ასე მოიცანს რომ შევარდნაძე რეკავსო. ხო და არ გამიჩიშოოდა, რო არ გავთიშე ის ვეჩეთი ელაპარაკება და მესმის ხმა. შევარდნაძე ეუბნება ვალერ რა ხდება კოდორში. ვალერიმ უთხრა რომ აი ზუსტად ახლა კავშირზეა ემზარი ველაპარაკები და ასეთი სიტუაცია 3 მილიონს ითხოვენო ფულსო. ას შევარდნაძემ პაუზა რო იცოდა ხოლმე და 2 და 8 არის ზამე. ესე იგი 2 და 8 არის ზამე და შეებაჭრეო და შენი გადასახდელია იცოდე მაგიო. ვალერის ეუბნება ხაბურძანიას. რატოა ჩემი გადასახდელიო? იმიტომ რომ შენ ვერ უზრუნველყავიო. მაგათი უსაფრთხოებაო. ივანაც იცოდა. შევარდნაძემ რომ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი. ეხლა გადავალთ უფრო ახლოს ჩამოვიწევი კიდე. ბატონო ემზარი ცოტა უფრო ჩქარჩქარა ჩამოიწიეთ, იმიტომ რომ 2006 გვინდა მივახლოვოთ და ანუ ეხლა მე ხაზი რატო გავუსვია, მასაც არ მოუყვებოდი ამდენს, იმიტომ რომ ახალგაზრდობამ მოისმინონ, რომ საიდან მოდიოდა, საიდან იყო დაწყებული კოდორის ჩაბარებისთვის ბრძოლა ჩვენს წინააღმდეგ. კი ბატონო, მერე ის ჭორები, სპეციალური ჭორები რო ვრცელდებოდა, რომ ჩვენ ვაყაჩაღებდით და ჩემი ხალხი აყაჩაღებდა ხეობას. მერე იყო ის ძალიან ცუდი საქციელი ჩვენი ხელისუფლებიდან, რომ მონადირე ბატალიონი გადაიყვანეს შინაგანჯარის დაქვემდებარებაში, პოლიციის დაქვემდებარებაში და რატომღაც რუსეთს ეს აწყობდა, რომ პოლიცია ყოფილიყო. ამის მერე წარმოიდგინეთ ახლა მაშინაც თქვი შეხვედრაზე და ახლაც ვიტყვი, რომ ქალაქში თავდაცვის სამინისტროში თან დაქვემდებარებული მეომრები თუნდაც თბილისში, თუნდაც ზუგდიდში, თუნდაც ბათუმში, სადმე სხვა კუთხეებში თქვა, ყველა თანახმას იქნება, რომ შინაგანჯარში გაწევრიანდეს თქვა, ასე იყვნენ იქაც ბიჭები, რომლებიც ზომობდნენ, რომლებმაც სისხლი დაღვარეს და კოდორის შემონარჩუნებიეს ჩემთან ერთად. თავი გაწირეს. ისინი დარჩნენ უხელფასოდ და მართლაც უღელტეხილზე შემჩნეული ვინც იყო ყაჩაღობაში, ისინი შემომიყვანეს და დამისვეს ხელფასებზე. მე უთხარი რომ ამას მოყვება ცუდი ამბავი. ისინი ვერ აიტანენ ამას, რომ ისინი ხელფასებში არიან, ესენი უხელფასოდ არიან. და ნუ იზამთ ამას, თარგამაზეს ველაპარაკებოდი სხვათა შორის პირდაპირ უთხარი ეს და იმის გამო რომ ეს მე ახდა ასე, გინდა თუ არა მე არა ვარ უკვე საქართველოში წავედი უკრაინაში, დნეპროპეტროვსკში ვიყავი ჩემ ბიძაშვილთან. და მაინც მემობრალებდა რომ თითქოს და მე ვაწყობა 52 ცხედარი დამხვდა ადგილობრივის. ანუ შეაჭმევინეს ერთმანეთი. და თქმულებებიც ჰქონდათ ასეთი რომ ყველა ოჯახში თვითონ ტრუპი უნდა იყოსო. ანუ რისთვის უნდათ ეს? რომ თავისით წამოსულიყო და გამოქცეულიყო იქიდან მოსახლეობა, რომ არაფერი არავის არ დაბრალდებოდა და ხეობა დარჩებოდა აფხაზებს. ეხლა 2006 წელი. დიახ, თუ შეიძლება. მოკლედ 2004 წელს კი იცით რომ ბატალიონი მონადირე გააუქმეს, მე არა ვარ ბატალიონის მეთაური მაშინ, მე ვარ მიმართულება კოდორის ხეობის სარდალი, რომელიც რო მიმართულება შექმნა დავით თევზაძე 98-ში, მე მაგზავნი სასწავლებლად უკრაინაში
ვამთავრები იქ აკადემიას და 2000 წელს კიდე გატაცება მოხდა. მაშინ სპეციალური რეისით ჩამომიყვანეს და იქაც დავაგვირგვინეთ იმით, რომ დავაბრუნეთ მძევლები და ერთი თეთრი არავის არაფერში არ გადაუხდია, რო ჭორებს გივრცელებდნენ, მტკიციანმა მილიონი აიღო. 2006 წელს რა ხდება? და ეხლა 2006 წელს 2004 წლიდან 6 წლამდე ვიმყოფები თბილისში. დიახ. არსად კოდორში მინდოდა წასვლა სააღდგომოდ მამაჩემის საფლავზე და გამოვარდებოდნენ და მეუბნებოდნენ რომ არ წახვიდე, არ შეიძლება შენი იქ წასვლა. ანუ ჩამიკეტეს კოდორში ხალხთან მისასვლელი გზა იმის გამო, რომ თურმე აწყობენ თავიანთ საქმეს იქ. ეხლა 2006 წელს გარდამეცვალა დედა. და თან მიდის ჭორები იმისი, რომ ორფოლოს პოლიგონზე ყავს გადაყვანილი ოქრუაშოვს მთელი შეიარაღებული ძალები სწავლებაზე, თავდაცვის სამინისტროსი. და ყველა მაგას მეუბნება, რომ კოდორში აპირებდნენ წასვლას. მე ვუთხარი, რა უნდა კოდორში გას? ეს იძახის, რომ ცხინვალში უნდა ვიყო ახალწელსო და კოდორში რა უნდა თქვა? ასე ვერ დაგსახსავს ჯარებს, ვერ ვიჯერებთ. აქ საუბარია თავდაცვის ირაკლი ოქროშოზე, რომელზეც ეჭვი გაგიჩნდათ, რომ აპირებს კოდორში შეყვანას ჯარის. ეჭვი კი არ გამიჩნდა, მეუბნებიან, ხალხი მეუბნება, რომ გვაქვს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჯარია იქა და ჯარს თავის ოჯახები ყავთ და საუბრებია, ხო? კი ბატონო. რომ კოდორში აპირებენ შემოსვლას, მე ვერ ვიჯერებ, იმიტომ რომ ეს განცხადებებს აკეთებს ცხინვალზე. ცხინვალის მიმართ. და მე ვფიქრ, ანუ პირადად ახლა გამოვიდა ერთი ესეთი მანიოვრი მაგას ჩემს წინააღმდეგ, რომ მე დავიჯერე, რომ ცხინვალში აპირებს და არა კოდორში. მაგრამ რაც უფრო დრო მივიდა, უფრო ახლოს ივლისთან, უფრო დამაჯერებლად ჟღერდა ეს ყველაფერი და შევედის პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან და ვეუბნები პატრიარქს, რომ ჯერ პირველი მინდოდა კურთხევა დედაჩემის სასაფლავება მინდოდა იქ, სადაც რომ ავაშენეთ ეკლესია ჩვენ საძმომ და სამეგობრომ. და არ მირჩია და მოკლედ კურთხევა მოწა, სადაც უნდა დამესაფლავებია დედაჩემი და მეორე უთხარი ეს. თქვენ უწმინდესობა მეთქი აპირებს ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება კოდორის ხეობაში შემოყვანას თავდაცვის ძალების თქვა. რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს. და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, იმიტომ რომ არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი და ამას გამოიყენებენ და ლეგიტიმაცია მიეცემა რუსებს, რომ შემოვიდნენ ხეობაში და მერე გაითამაშებენ ჩვენები მეთქი, რომ ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთო და დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევენ, რომელიც უკვე იყო, შემთხვევა იყო უკვე ერთხელ ასეთი შემთხვევა ჩემთან. როგორ გამექცნენ ყველა იქიდან, იმიტომ რომ დაგვეტოვებია იქაურობა. ეს იმ ფაქტებიდან გამომდინარე ხვდებოდი მაგას, თორე წინა გზნობებზე კი არ იყო ეს აწყობილი. ფაქტებზე იყო ყველაფერი. ხო და სხვათა შორის გამორჩა და თუ შეიძლება დავამატებ, რომ 2004 წელს, როდესაც გუბერნია გააუქმა ალასანიამ, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარე იყო თუ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე. მაშინ უთხარი მე, რომ ბიჭო, მე არ გაწყობ ვარ, გასაგებია, იმიტომ რომ ვარდების რევოლუციაზე წინააღმდეგ წავედი. არ გაწყობთ ჩემი თავი? ნუ გააუქმებთ, კაცო. ვინც თქვენ გაწყობთ, ვიცი რომ ბევრ ხალხთან გაქვთ კავშირი. ვინც თქვენ გაწყობთ, ის დანიშნეთ, თქვა. თუ გინდათ აქედან შეიყვანეთ, მაგრამ გუბერნიას ნუ გააუქმებთ, იმიტომ რომ ადგილობრივი მოსახლეობა ბოლომდე იბრძოლებს ხეობის შესანარჩუნებლად და ხალხი, რომლებმაც რო გაგრა თავისუფლად დატოვეს, სოხუმი თავისუფლად დატოვეს, ოჩამჩირე დატოვეს, გალი ტყვის გაუსროლელად დატოვეს. მეთქი კოდორის გულისთვის არ იბრძოლებენ ისინი და შენი წირი მე რა, ნუ იზამამას თქვა. არაო, მე უნდა მივხედო, მე ვარო იქაური უფროსი აფხაზეთისო და მე უნდა მივხედო ამ ყველაფერსო. ირაკლი, რო შენ რო არ იქნები, მაშინ ვინ მიხედავს, ან დაგაწინაურეს, ან რაღაცა მოხდა, ხო? ადამიანები ვართ. მე პირდაპირ ხაზგასმით ვითხრა, მე ირაკლი ალასანია ვიქნები პასუხისმგებელო. დღემდე ვერ ვნახე ეს პასუხისმგებლობა. მოკლედ, ახლა 2006 წელია და დედა დავასაფლავეთ დედაჩემი და 14 რიცხვია უკვე გადავწყვიტე ხეობაში შევიდე და ადგილზე გავერკვიო სიტუაციას, რა ხდება. და ის აოცრებავ ახლა 2 წლის განმავლობაში რომ ყველგან ხაფანგები მედგა რომ არ შევსულ ვიყავი და ხელად გამოხტებოდნენ და ესა გახსნილი მაქვს გზა და
მივდივარ და ვიცი რომ ხაფანგში შევდივარ, მაგრამ ფიცი მაქვს, ვიცემული იმისი რომ უნდა ვიბრძოლო ბოლომდე. მაგას ვერსად ვერ გაუხვალ კაცი. ჩავედი და უკვე ხედავ რომ გზებს ამზადებენ. ჭუბერიდან გზებს ამზადებენ უკვე იმისთვის რომ ძიმე ტექნიკა გადმოიყვანონ, იქ იყო ჭაობები და რაღაცები მათ მომზადებული დამხვდა. შევედი და აბსოლუტურად ყველა მაგას იძახის რომ მოდიანო. და რა გავაკეთო ახლა? რითი ვიბრძოლო და სხვადასხვა პატრიარქის კურთხევა დამოვიწყდა, გამექცა აზრი. პატრიარქმა წამოდგა და ადგომას ვაპირებდი იჯექიო. მოვიდა მომადო აგერ ლოყაზე, მარცხენა ლოყაზე ხელი და ემზარშვილო, გაკურთხოს უფალმა. არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება. აფხაზეთი მიცემულია. სიტყვა სიტყვით. მაგას ახლა ბევრად უფრო დიდი ინფორმაციები ქონდა მაშინაც, ვიდრე მე მქონდა, რა თქმა უნდა და ვინმეს მქონდა ინფორმაციები. მე უთხარი რომ ყველაფერს გავაკეთებ მეთქი, იმისთვის რომ რამენაირად კიდე გაგრძელდეს თქვა. კოდორის ხეობის შენარჩუნება რამოდენიმე წლით რომ იქნება გვეღირსოს თავრობა ისეთი, რომელსაც ენდომება ბოლოს და ბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა აფხაზებზე უკვე. თან აწყობილი იყო ყველაფერი იცით. ნებისმიერ დროს, რაც საგინდა მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავაჯენდი და ვალაპარაკებდი. გამოვაგზავნეს არძმბა ლევანი ჩვენთან აქა, აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რომელიც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთო და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად აფხაზებმა და ქართველებმა. აქედან წასული საკუთარ ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. ესეთი, იმიტომ რომ აფხაზეთის უშიშროება დე-ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში ჩანერგილი უშიშროებაში ადამიანები ერთობლივად მოქმედებდნენ და ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს ჩვენი სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ რომ პირობა ჰქონდა დადებული რომ კოდორის ხეობას ჩააბარებდა უმტკივნეულოდ. იმიტომ იყო ეს ყველაფერი და იმიტომ შეგაწყვეტინებთ და საზოგადოებისთვის რომ იყოს ახლა მნიშვნელოვანი რამ თქვით. ერთობლივად მოქმედებდნენ დაასახელეთ ასე ვთქვათ კონკრეტული სუბიექტები. ვის გულისხმობთ თამაში ამ გადასმის სახედიდან? შეიძლება იმ დროს გვარები და სახელები გაინტერესებს? არა, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ქვეყანა გვაინტერესებს. ფაქტები გაინტერესებს. არა, ქვეყანა გვაინტერესებს. თქვენ ახსენეთ რუსეთი. დიახ. ახსენეთ ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული უშიშროების სამსახურები, სპეცსამსახურები და რომლებმაც შემდეგო სააკაშვილის მოყვანა განაპირობეს. რა თქმა უნდა, ერთობლივმა მოქმედებამ. ერთობლივმა ეს იყო თქვენი სიტყვები. ამიტომ ეს ვის ინტერესში იყო და ამასთან დაკავშირებით რო სიცხადე შემოიტანოთ, რაც შეიძლება, იმიტომ რომ საზოგადოება გვიყურებს და ამის დანიშნულებაც ხომ ეგ არის, რომ კი ბატონო, მადლობა კითხვის. მადლობა. ესე იგი შეხედეთ ახლა საიდან მივხვდი მე მაგას პირადად. ჯერ გავლილი ცხოვრება რაც ხდებოდა. როგორც ჯერ ომის დაწყება, რკინიგზაზე ყაჩაღობები, რომელსაც ერთობლივად აკეთებდნენ თურმე, მე გავიგეთ ეს ყველაფერი და სხვადასხვა ერთ-ერთ წამოწდა ჩემთან ჩვენ წარმომადგენელს. როგორ დადიოდა მატარებლებში დამალული წინ და უკან. მე აი ახლა ბოლო ვარიანტში გახსოვთ 2003 წლის რევოლუცია რო იწყებოდა და რო გადაჯაჭვული რო იყვნენ ალყარო შემოარტყეს პარლამენტს. მაშინ მოვიდა ჟურნალისტი ჩემთან და მითხრა რომ აი ტყვია რო გავარდეს და რო დაიწყოს აქ რაღაცა სროლები, რას აპირებო? რას ვაპირებ მეთქი? მე დარწმუნებული ვარ რომ რუსეთის მოწყობილია თქვა ეს გადატრიალება. მე ქართულს არ ვესვრით, წავალ თქვა ზაკოს ვესვრი პირდაპირ იქა თქვა. აი ასე ლიაპნულ რო იწყიან, აი თქვი ასე, სპონტანურად. და შეჭერდა ყველაფერი. ანუ არ იცოდნენ იმათმა მე საიდან ვიძახდი ამას, რა ზალები მყავდა იმისთვის რომ ესროლა რუსეთის ზაკო რო იყო მაშინ ჯერ იყო აქ იყვნენ მაშინ იმპერიაში. მაგას საბურთალო გზაზე რო დიახ. გადასასვლელთან. ხო, თავდაცვის სამინისტროსადაც იყო ჩვენ. წარმოვიდგინე, დიახ. ხო და დაიბნენ მაშინ აი ამ იმაში და შეაჩერეს ეს ყველაფერი. და მე როცა შემოვიდნენ პარლამენტში იქ არ ვიყავი? ჩვენ გუბერნატორების უყველა ვიყავით წარმოდგენილი და უყურებდი როგორ შემოყავდათ ძალით ეს შიშარა სააკაშვილი. აი ასე ქონდა ფეხები გაფშეკილი და ისე შემოათრიეს პარლამენტში. ჩემ თვალწინ პირდაპირ. ანუ ეს იყო ყველაფერი დაგეგმილი
აბსოლუტურად აწყობდა ყველას და მე ასე ვიძახდი ყოველთვის და რუსეთშიც რომ მქონდა ქართული ხელმძღვანელობდა ბატონო როგორ თქვენ დაკვირვებით იქ ვინ ხელმძღვანელობდა ეხო გამოსტილი პირი ბრძანდებით და მithumedes იმ დროს ვინ ყველაზე მაგრად რა თქმა უნდა იმოქმედა შევარდნაძის დაცვამ და უშიშროებამ რომლებსაც გაუღეს კარები და არ გახსოვთ რომ რატომღაც ჭავლი არ იყო ესეთი ძლიერი როგორც რომ სააკაშვილის ხელში რო იყო ანუ რბილი ძალით იბრძოდნენ დაცვას სახელმწიფოსი კი ბატონო ბატონო თქვენ საუბრობთ უკვე საათზე მეტია ეხლავე მოვდივარ ფინიშისკენ ერთი წუთით ჩვენ სადღაც 15 წუთში მაქსიმუმ შესვენება უნდა გამოვაცხადოთ საკომიტეტო მოსმენა აქვს არაერთ ამ კომისიის წევრს ამიტომ ჩემი უმორჩილეს თხოვნაა დაუბრუნდეთ 5 წუთი აიღეთ იმიტომ რომ მეტი დრო აღარ არის სამწუხაროდ მე კითხვა-პასუხის რეჟიმზე უნდა გადავიდეთ და 15 წუთში დავხუროთ გამოვაცხადოთ შეცვენება შესაბამისად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი გეგმავს თქვენ ჩაბძანდით უკვე კოდორის ხეობაში ხართ ამ დროს ეს არის 2006 წლის ზაფხული ხომ ასეა ივლისი 25 ივლისი რო შემოვიდა 25 ივლისი და თქვენ ხედავთ თქვენი თვალით რომ ირაკლი ოქრუაშვილს მიღწეული 1994 წელს მიღწეული შეთანხმების საპირისპიროდ შემოყავს მძიმე ტექნიკა ხეობაში სწორად მოვისმინეთ აი აქედან რომ გააგრძელოთ კი ბატონო მოკლედ 25 ივლისი არის როცა შემოვიდნენ უკვე მე შეკრებილი მყავს ხალხი და სულ ყველა არის წინააღმდეგი იმისი რომ შევხვდეთ პირდაპირ და დაველაპარაკოთ ხელმძღვანელობას ანუ ოქრუაშვილს მერაბიშვილს და ამათ პირდაპირ დაველაპარაკოთ რომ არ შეიძლება აქ შემოსვლა და მე მივდივარ ვისაც კიდაც წამომყევი თქვა და კაციშვილი არ წამომყვა წავედი მარტო წავედი და თან საწვავი არ ქონდა მანქანის და ტრაქტორი რო არის ესა ბელარუსი იმაზე დაუჯექი უკნიდან მე მგონი ბიბლიანი იყო ვისიც იყო ტრაქტორი მიდიოდა საკენში და იმას გავყევი უკან გამომყვნენ რამოდენიმე ადამიანი ავედი და მინდა პირდაპირ მარტო შევხვდე და უთხრა პირდაპირ რომ აი გავიდა პატარა ხანი და ქვეყანა ხალხი შეერაღებული ჩემს ირგვლივ უცებს გაჩნდნენ რომლებიც შეხვედრაზეც კი არ იყვნენ მოკლედ ატყდა სროლები ატყდა ისეთი რომ მოკლედ აი მე მქონდა ყველაფერი იქაურობა ვინ ვის ესროდა არ ვიცი ჯერ ვინ ვის ესრვის ეხლა სასამართლოზე გაერკვა მე ჩემს სასამართლოზე ვინ ვის ესროდა ვინ გაისროლა პირველი რატომ გაისროლეს ყველაფერი მე სასამართლოზე დავადგინე აბსოლუტურად ამ დროს თქვენ თანამდებობა გაქვთ თუ არა 2 წელი არა ვარ არც თანამდებობაზე არც ერთი არაფერი თუმცა რომ ესენი რომ მოვიდნენ ნაციონალური მოძრაობა რომ მოვიდა ხელისუფლებაში ვარდების რევოლუციის შედეგად თქვენ მოგწყვიტეს კოდორის ხეობას მომწყვიტეს კოდორის ხეობას და მე მომიწყვეს ისე რომ მე მოვხვდი იქა და დამასობაში მუშაობდა სპეცსამსახურები ჩემს წინააღმდეგ ისე რომ საერთოდ მოსახლეობის იმაში შტაბ-ეჭრილება შეექმნათ ჩემზე რომ მე ვარ ბანდიტი ყაჩაღი და უბედურის ერთი ქვეყნის უკან წამძღომი და 2006 წლის ივლისში მოხვდით კოდორში თქვენი მშობლის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით 40 წლის გაკეთებას მინდოდა და თან გამეგო აპირებენ თუ არა შემოყვანას მართლა დარება შემდეგ მოკლედ ამის მერე მოდის ჩემთან ადამიანი და მეუბნება რომ ქართველები არიან ჩამოსული აი სწორედ იქ სადაც რომ შუაში ჩადგნენ რუსები აი ამ საგუშაგოსთან არიან ქართველები მოსული, რომლებსაც უნდათ შენთან ლაპარაკი და არიან ის ქართველები, რომლებსაც სააკაშვილის მოყვანაში დიდი როლი ითამაშეს რუსეთის მხრიდან. ვიცოდი ეს მე კარგად. ხო და არ წავედი მე მაინც გაუშვი ბაჩო და მალხაზი ჩიხლაძე. ეხლა საინტერესო რა არის კიდე. ესენი რო წავიდნენ და მე საღამოს უკვე მეც გავყევი ჩავედი უკვე იმიტომ რომ არ მიიღეს ესენი თქვენთან არ გვინდა ჩვენ საუბარი გვინდა იმასთანო კვიციანთანო ჩავედით ახლა მართლა მგონია რომ იქ არიან და ჩავედით ერთი და იქნებ რაღაცა ელაპარაკონ უთხრან რომ სულელს და გიშს გადააფიქრებიონ რა თურმე მაგათ რატომ მოიწეოდნენ ასე რომ მაგათ უნდათ რომ სისხლი დაღრილიყო ეს იყო მათთვის აი ოცნება რომ რამენაირად სისხლი დამეღვარა მე იქ რადგანაც სისხლი არ დაიღვარა არაფერი და თან როგორი მომენტია ჩავედი მე იმაში კვაფჩარაში
ველოდები და ასე მოდის სპეცნაზი კიდევენ ხელს მიჭერენ და მივყავარ იქიდან ჩვენი მხრიდან პირდაპირ შემოქმედებით რას ამბობთ რომ რუსეთის საგუშაგოსთან რუსეთის სპეცსამსახურმა ჩაგიტყუათ ასე ვთქვათ ჩამიტყუეს რა თქმა უნდა ქართველების საშუალებით ჩამიტყუეს და იქ ვერ ჩამწეს მანქანაში და დაგვიჭირეს ორივე მე და მალხაზი ჩაგვცეს მანქანაში და დაგვიყონეს იქიდან ქართველები ვინც ჩაგიტყუათ რუსებთან თანამშრომლობით ვინ იყვნენ ესენი მე ადრესს ნათქვამი გვაქვს ეს იყო იგორ გიორგაძე დიახ და ტარიონიანი და შალიკიანი ბონდო რომლებმაც მოდივე კავშირი ჰქონდათ მალხაზისთან ურეკავდნენ მაგას ოქრუაშვილი სად არის ამ ეხლა შეხედეთ ოქრუაშვილი მოდის იქიდან ჩვენს წინააღმდეგ ხეობის წინააღმდეგ ჯარით და ეხლა რა მომენტია უბრალოდ რომ ეს სროლები რო გაითამაშეს და ვინ ისროლა პირველი აი ეს იყო კითხვა სასამართლოზე და ლევან გვაზავამ ისროლა პირველიო როგორ სად წავიყვანეს რო ჩაქსვეს სად წავიყვანეს რო ჩამსვეს წამიყვანეს და ოჩამჩირეში ბაზა იყო რაღაცა და იქ რეების უნახე ის თვალსასწაული იყო კარგი და ერთი წუთი ოჩამჩირეში ნუ წავალთ ესე იგი ვართ კოდორის ხეობაში პირველი ვინ გაისროლა ეს კითხვა იყო დასმული და ანზორ მარგიანმა მისცა ასეთი ჩვენება პირველი გაისროლაო ლევან გვაზავამო რატო გაისროლაო იმიტომ რომ რაციები არ მუშაობდაო და წინა მანქანაა გაჩერებულიყო ამ დროს შეკითხვა რო დაუსვი დანარჩენებს რაციების მუშაობდა და ყველაფერი მუშაობდა ანუ მე გამიშდა ეჭვი ის გასროლა იყო ნიშანი იმისი რომ ვიღაცას ესროლა იქ უკვე ადრე შემოყვანილი ჯგუფი რომელსაც უნდა ესროლა ვითომ პიციანი ისრვის ლევან გვაზავა ვინ არის ლევანი გვაზავა იყო მოადგილე მერაბიშვილის ეხლა შეხედე როგორი სიტუაციაა დაიჭრა ორი ადამიანი ვითომ მე ოქროაშვილი რო იძახდა იმას რომ ორი ჯარისკაცი დაგვიჭრაო ოქროაშვილის სიტყვები გახსოვთ ალბათ სასამართლოზე შემოვიდა ეს დაჭრილი ანუ დაზარალებული ჩემგან დაზარალებული და აქვს ტყვია მოხვედრილი წინიდან აი როგორ გავიგე რომ ვინ ესროლა და რატო მოხდა ტყვია ვეკითხები ქალბატონოთია გახსოვს მეთქი ტყვია რომ მოხდა როგორ იდექი თქვა კი როგორ არ მახსოვსო მდინარე საკენი რომ მხარეზე იყო შენგან თქვა მარჯვენა მხარესო ანუ შემოტრიალებული იყო თავისი ჯგუფ ქფისკენ და იქიდან მოხდა ტყვია ანუ თავისიანმავეესო მე არ გიფიქრია რომ შენიანმავე გესროლა მეთქი რა არ მიფიქრია მე ზუსტად ვიცი რომ ჩემიანება მესროლესო სასამართლოზე პირდაპირ სასამართლოზე ჩაწერილია ყველაფერი სასამართლოს იმაში ამის მერე მეორე შემოიყვანეს ის ზურგიდან რომელიც იყო დაჭრილი იმანაც ისე კითხვა დაუსვი რომ მხარეზე იყო დინარე მეთქი და მარცხენა მხარეზეო ანუ უკრიდან ესროლეს იმანაც დამიდასტრო რამე პრეტენზია გაგაჩნიათ მეთქი ჩემთან არანაირი პრეტენზია პოლიციელები დიახ დაჭრილები რომლებიც ამბობენ სასამართლოზე რომ ჩვენებმა გვესროლეს და არა თქვენ მესროლეს ჩემებმა მესროლესო უკრიდან მესროლესო თქვენ ამ დროს მაბრალებდნენ მე კი ბატონო ეხლა ეს ყველაფერი რისთვის იყო ბატონო ემზარ ეს ყოველივე ეს დადგმული იყო თუ რა კოდორის ჩასაბარებლად ეს იყო რა თქმა უნდა მოსკოვში დაგეგმილი მაგრამ ერთ რაღაცას კიდე დავამატებ რომ ამერიკელები ერივნენ მაგ საქმეში ამერიკელები ერივნენ რატო ვიცი მაგი იმიტომ რომ ოთარი შალიკაშვილი რო იყო წარმომადგენელი ამერიკელების ჩვენთან აქ საქართველოში პირდაპირ უთხრა ჩვენს მაღალ ჩინოსანს ერთ-ერთს და გამოუშვა ჩემთან რომ კოდორია ჩასაბარებელიო რატომ არის ჩასაბარებელიო ეკითხება ეს ჩვენი მაღალ ჩინოსანი იმიტომ რომ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებულიო რომელი ხელშეკრულებაო ეს შენი საქმე არ არისო ჩვენს მაღალ ჩინოსანს ეუბნება ეს შენი საქმე არ არისო ეხლა დავამთავრებ დაასრულეთ მე უთხარი რომ გამორიცხულია მეთქი მე ერთ გოჟას არ დავუთმობ თქვა და წამოხდა შემომეხვია გადამკოცდა ვიცოდი რომ ამას მეტყოდიო გახარებულმა წავიდა იქიდან აი და ამის მერე აი აქ ახლა ამ შემთხვევაში კოდორის შემთხვევაში გაერთიანებული იყვნენ სულ ყველა ჩვენს წინააღმდეგ აბსოლუტურად და ეთყობა რაღაცა ხელშეკრულება არსებობს რომელიც ჩვენ არ ვიცით რომ კოდორი უნდა ჩაბარებულიყო და კიდევ ერთი ასეთი რაღაც არ ვიცი ახლა თქვენ უკეთესად იცით რომ ამ კონვენციების საკითხი ერთ-ერთმა ძალიან ისეთი გათვითმფრინავებულმა ადამიანმა მითხრა თუ ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებს მთლიანად არ ფლობს სეპარატისტული რეჟიმი დამოუკიდებლად ვერ აღიარებენო და მისთვის იყო საჭირო კოდორის ხეობის ჩაბარება
რომ შემდგომ დამოუკიდებლობა ეღიარებია რუსეთს. აბა დავაკვირდეთ ყველაფერი და თუ აქეთკენ არ მიდის ყველაფერი ჟენევის რომელიღაცა კონვენციით ორ კითხვას დაგისვამთ და შემდეგ წევრებს დაუთმობ ადგილს. პირველი, ჩვენ მოვისმინეთ ბატონი ზაზა გოგავა, მისი ახსნა განმარტება, არ ვიცი რამდენად დადევნებდით თვალს და 2008 წლის აგვისტოს ომის შემთხვევაში რეალურად ასე გამოიკვეთა მისი ახსნა განმარტებიდან, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ ირაკლი ოქრუაშვილის შემთხვევაში, რომ მას უფრო ცხინვალისკენ ჰქონდა ყურადღება გადატანილი, მანაც იგივე თქვა, რომ ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი იყო, ჩვენ მაინც ცხინვალის რეგიონზე ვმუშაობდით და ასეთი რამეც კი თქვა, რომ რა ვიცოდი მე რა ხდებოდა კოდორში, საუბარი 2008 წლის აგვისტოზე. მიუხედავად იმისა, რომ 2006 წლიდან უკვე ასე ვთქვათ ირაკლი ოქრუაშვილის არასწორი რბილად ვამბობ გეგმის შედეგად კოდორის ხეობა უკვე არის de facto უკვე ასე ვთქვათ წინა პირობებია შექმნილი იმისთვის, რომ რუსეთთან პირისპირ დატოვონ მოსახლეობაც და ასევე გადასცენ უბრძოლველად ტერიტორიები. 2008 წელს თქვენ იქ აღარ ხართ, მაგრამ რა იქნებოდა ბატონი ზაზა გოგავას ამ გამონათქვამზე თქვენი კომენტარი ძალიან მოკლედ რო გითხრათ და რომ შევაჯამოთ თქვენი გამოსვლა ამ ეტაპზე, თორემ შეიძლება მომავალში ჩვენ კვლავ დაგვჭირდეს თქვენი რჩევა და კონსულტაცია. კი ბატონო. რომ შევაჯამოთ. დიახ. თვლით თქვენ თუ არა, რომ თქვენი ოჯახის და იმ ასეულობით ქართველის, კოდორელის, დალის ხეობელის, უფრო სწორად რომ თქვა, განეიტრალება, განიარაღება და იქ მოუმზადებლად მძიმე ტექნიკის შეყვანა ყოველგვარი როგორც ირკვევა გეგმის გარეშე. ეს იყო წინდაუხედაობა თუ გამიზნული ნაბიჯი იმისთვის, რომ კოდორის დალის ხეობა საბოლოოდ გამხდარიყო უბრძოლველად ოკუპაციის მსხვერპლი. თქვენ როგორ თვლით? კი ბატონო. ესე იგი ეს იყო ყველაფერი კოლექტიური ღალატი, ჩაფიქრებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაგრამ თვითონ საჯარისო ფორმირებები ამის აბსოლუტურად კურსში არ იქნებოდნენ. არ ამგონია რომ გოგავასაც რამე ცოდოდა მაგის შესახებ, არ ამგონია რომელიმე სარდალს რამე ცოდოდა მაგის შესახებ, იმიტომ რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც შეთანხმებული იყო. ეხლა ერთ საინტერესო ფაქტს გეტყვით კიდე და ციფრს. 2006 წლის 13 ივნისს შეხვდნენ ერთმანეთს სააკაშვილი და პუტინი ქალაქ სოჩაში. თუ იცით ამის შესახებ რამე? ზღვაში რო გავიდნენ და 2 საათი რო იყვნენ იქა. იქიდან რო დაბრუნდა და რო ჩამოვიდა საქართველოში და ხელათ რო ორფულო წამოიწყეს. აი იქ იყო მოლაპარაკებული ეს ყველაფერი. აბსოლუტურად. ძალიან ბევრი რამე 8 წელიწადი ვიყავი რუსეთში, ძალიან ბევრი რამე გავიგე, ძალიან ბევრი რამე ფაქტებით ვიცი და თუ გამოძიება ამაზე დაინტერესდება, ძალიან ბევრი რამეს კიდევ ფარდასავხდით. ეხლა სანამ დრო შეზღუდული მაქვს გოგავას განცხადებაზე. აი დააკვირდით როგორ ამზადებდნენ ჩვენი ტერიტორიების გასასხვისებლად. თუ ჩვენს მეგობრებს, ეგრეთ წოდებულ მეგობრებს, რომლებიც მეგობრებად არიან წარმოჩენილი ჩვენი დადამხმარეებად, უნდათ რომ ძლიერი ყოფილიყო ჩვენი ჯარი, ჯარში რეფორმა არ უნდა ჩაეტარებიათ, სადაც ისეთი რომ სპეციალისტები მოიშორეს და მოიყვანეს დილეტანტები. აგერ გეჯდათ სარდალი, გაერთიანებული შტაბების უფროსი, გენერალური შტაბის უფროსი, რომელიც გეუბნება რომ მე რა ვიცოდი ცხინვალში კოდორში რა ხდებოდაო. წარმოგიდგენიათ ეს უკვე ტრიბუნალია. ამის თქმა. მე მეორე სარდალი რომელიც რომს წამოიწყებს და წააგებს ის თავს იკლავს. თუ ის სარდალია და თუ ის შინაგანად არის ჯარისკაცი. მაგრამ არც ერთი ჯარისკაცი იქ არ იყო. ჯარისკაცები მოაშორეს აბსოლუტურად და ჩანაცვლეს პოლიციელებზე ცუდი თქვა კი არ მინდა ამითი. პოლიციელს აქვს თავისი მოწოდება, რომ იმან დაიცვას
კი ბატონო, წესრიგი სამიხედოს, მაგრამ იყო ერთი კაცი, ანუ მერაბიშვილის მოადგილე პოლიტიკა. მეომარი კიდე სულ სხვა რამეა. ის სულ სხვა მოწოდებით. ამიტომ იყო ეს, რომ მოცილებული იყო აბსოლუტურად, თუ გახსოვთ თქვენ ალბათ 2008 წლის წინ, თუ კი ვინმე შეეძლო ორი კაცის გამოყვანა, აი მაგალითად კახეთში ყავდათ სარდალი ასეთი ლუკა რამაზაშვილი. რისკულისთვის დაიჭირეს. რატო ჩასვეს ციხეში? იმის გამო ჩასვეს ციხეში, რომ მაგათთან დაუკითხავად არ შეექმნა რამე შეიარაღება და რუსების წინააღმდეგ არ დამდგარიყო. თლიანად რუსული საქმე გააკეთეს აბსოლუტურად. ამას მარტო მე და თქვენ კი არ ხედავთ, მთელი საქართველო უყურებდა ამას. კი ბატონო. მე ჟურნალისტების როლი ამაში ყველაფერში, ქალბატონო თეა, არის ძალიან დიდი და რატომ აქვთ ამდენი უფლებები ჟურნალისტებს, რომ გინდა საითაც გინდათ იქიდან გავყიდიან, მე ვერ გავიგე. ეხლა რომ შემოვიდეთ დამხვდნენ და საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო ჩვენებაო, მეუბნება გუშინდელი ბღარტი, მე მეუბნება ამას, რომ საქართველოს წინააღმდეგ უნდა მისცეო. მე და თქვენ ეხლა წარმოადგენთ სწორედ საქართველოს, რომლებიც მათგან ვიცავთ ჩვენს ქვეყანას. მოდით იმ ჟურნალისტს მე გავცემ პასუხს თქვენს ნაცვლად და შემდეგ ისე შემიგაცემული პასუხიც არ მოეწონებოდა სხვათა შორის. თქვენ გასცემდით, მაგრამ თქვენ თავზე თქვენ რომ საუბრობთ ერთია და მე რასაც ვიტყვი ეს კიდევ სხვა არის და ერთობლიობაში ალბათ კარგი პასუხი გამოგვივა. ბატონი სოზარი იტყვის თავის სათქმელს, მე მინდა თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. თქვენს ოჯახთან ერთად ქალბატონ ნორას მივაგებდით პატივს, რომ არა ქალების როლი ძალიან რთული იქნებოდა თითოეული მამაკაცისთვის ამდენი წლის მანძილზე დალის ხეობის, კოდორის ხეობის შენარჩუნება. იმიტომ რომ ეს იყვნენ ის ქალები ქალბატონი ნორას თამადობით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ასეულობით ადგილობრივ მამაკაც, მეომარს, თავისი ქვეყნის ჯარისკაცს უვლიდა, პატრონობდა, კვებავდა და მთელი ეს მეურნეობა და ლოჯისტიკა, რაც საომარი მოქმედებების დროს ჯარი რომ იბრძვის, იქ მთელი სტრუქტურები და დანაყოფები არსებობს იმისთვის, რომ ჯარს არ მოშივდეს და ის კარგად გრძნობდეს თავს, რომ იყოს ბრძოლის უნარიანი. აი ამ ფუნქციას სწორედ ის ქალები ასრულებდნენ, ვინც იქ მეტგრად არანაკლებ მამაკაცებზე იბრძოდა და თქვენ და ყველა ის ასეულობით ადამიანი, ვინც მაშინ იქ დარჩა და 2008 წლამდე რეალურად ამაგრებდა კოდორის ხეობას, რაც სააკაშვილმა და მისმა პოლიტიკურმა დაჯგუფებამ უბრძოლველად ჩააბარა მტერს. ამიტომ მადლობა თქვენ და რა თქმა უნდა ყველა ჟურნალისტს, განსაკუთრებით ქალბატონებს, რომლებზეც მე მეტი წარმოდგენა მინდა მქონდეს, მოუწოდებ, რომ მათზე უფროს ადამიანებს, ვისაც უბრძოლია სამშობლოსათვის, მისი ემთლიანობისთვის, ჯერ ცოტა როგორც ცნობილი სიმღერის არ იყოს, ჯერ განათლების ხარისხი აიმაღლონ და მერე დასვან ის კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლო და რაც თავია შეურაცხმყოფელია. ბატონი სოზარი შეაჯამებს ჩვენს ამ ნაწილს ხდომისა, თუ სურს კითხვასაც დასვამს და ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ 9 საათით შესვენება. მადლობა ქალბატონ თეა. რადგანაც ვამთავრებთ ახლა კითხვებზე აღარ გადავალ, ბევრი კითხვა ზოგადად არსებობს, მაგრამ უბრალოდ რამდენიმე სიტყვას ვიტყვი, რომ რა მართლა იქ ვიყავი ძალიან ხშირად 1993-ში, 94-ში, როცა ეს პირველი ბრძოლები იყო, როცა ეს მოლაპარაკებები იყო და შემდეგაც წელიწადი არ გავიდოდა, რომ რამდენჯერმე არ ჩავსულიყავი და ხედავდი, როგორ თავგამოდებით იცავდა ადგილობრივი მოსახლეობა ხეობას. იცავდა ქალბატონი ნორა კვიციანის, ბატონი ემზარის ხელმძღვანელობით, იქ გავიცანი, მარტო ადგილობრივები არ იყვნენ, ბუნებრივია, სხვაც არაერთი იყო, ყოველ კარგად მახსოვს ბატონი ჯუმბერ ანანიძე, რომელიც იქ გავიცანი, არტილერისტი, საოცარი კაცი. უბრალოდ 94-ში მისი დამსახურება იყო არტილერია, რომ მუშაობდა კარგად. დიახ, საოცარი. ჯუმბერ ანანიძე. და თქვენ ახლა ძალიან შორიდან დაიწყეთ, ახლა შეიძლება ყველაფერში ვერ დაგეთანხმოთ, შეიძლება ზოგიერთ ფაქტზე ვიფიქროთ, რომ ეს თქვენი ინტერპრეტაცია და განსხვავებულად სჭირდება შეფასება, მაგრამ თქვენობაში საინტერესო იყო. უბრალოდ მინდა ორი რამე ვთქვა წინა დღეების მოსმენებიდან. ბატონმა ყურაშვილმა, გენერალმა მამუკა ყურაშვილმა 2013 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში უწოდა ღალატი, სამშობლოს წინაშე ჩადენილი ღალატი ბატალიონ მონადირეს გაუქმებას. მან
აქ ხახსნა კომისიაზე ახსნა განმარტების დროს დაადასტურა სიტყვა ღალატის მერიდა, მაგრამ თლიანობაში დაადასტურა, რომ ეს იყო შეცდომა, ეს იყო დანაშაული სამშობლოს წინაშე ჩადენილი და მეორე, ბატონმა გენერალმა გოგავამ თავის თავზე აიღო, რომ მან ვერ მოახერხა, ვერ მოასწრო მოსახლეობის გაფრთხილება კოდორის ხეობაში მაშინ, როდესაც იქიდან ჯარი გამოდიოდა, ჯარი, რომელსაც იარაღი დაატოვებინეს იქ და ეს იარაღი დარჩა რუსების ხელში. მე არ ვფიქრობ, რომ გენერალი გოგავას გადასაწყვეტი იყო სამოქალაქო ხელისუფლება, იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს მათ შეეძლოს გაეფრთხილებინათ, უბრალოდ მან თავის თავზე აიღო მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული და ეს დანაშაული იყო ის, რომ მოსახლეობა გაწირეს დიდი მსხვერპლისთვის უბრალოდ მართლა გამოჩნდნენ ადამიანები, მათ შორის მეც ვიყავი, ვინც ვრეკავდით და ვეუბნებოდით, რომ დროზე უნდა დატოვოთ ხეობა, იმიტომ რომ საფრთხე არსებობს, რომ მსხვერპლი შეიძლება ყოფილიყო ძალიან დიდი და ეს ფორპოსტი, რომელიც იყო ქართული კუთხე, ქართული მიწაწყალი შენარჩუნებული შუაგულ აფხაზეთში, მამის ჩაბარება მოხდა 2008 წელს, ისე რომ ერთი ტყუის გასროლა არ მოხდა. ის რაც 13 წელი შეინარჩუნა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ჩაბარა მიხეილ სააკაშვილმა მოღალატეობრივად 2008 წელს ტყუის გაუსროლად. ეს მინდოდა და მეთქვა. მადლობა. ესე იგი, მაგასთან დაკავშირებით, ბატონო სოზარ, რატომ არ გააფრთხილეს მოსახლეობა? აბა დააკვირდით კარგად. მათ ჰქონდათ შიში, რუსებს ჰქონდათ შიში მხოლოდ ერთი რამის, რომ პარტიზანული დაჯგუფება არ დარჩენილიყო კოდორის ხეობაში. ამის შიში ჰქონდათ. და გაფრთხილებაც იმიტომ არ მოხდა მოსახლეობის, რომ მოსახლეობას დრო არ ქონოდათ შეიარაღების და წინააღმდეგობის გაწევის. ამისთვის იყო ეს და არ არის გოგავას გაცემული ბრძანება, ის იღებს თავის თავზე მაგას. არ არის მისი გაცემული ეს დავალება და მე ვფიქრობ, რომ ამას იღებს თავის თავზე თვითონ და ყურაშვილიც იმიტომ იღებენ რაღაცებს თავის თავზე, რომ მახსოვს ქალბატონი თეას გამოსვლა, რომ სამხედროებს ჩვენ არ ვერჩით და არაფერ პასუხისმგებლობის წინაშე არ დავაყენებთ. სამხედროს უნდა დადგეს პასუხისმგებლობის წინაშე. მეც და ნებისმიერი სხვა, ვისაც დანაშაული მიუძღვის საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. აი მაშინ იქნება სამართლიანობა. მერე რა რო პაგონები აქვს, მერე რა რო ჯარისკაცები დაგვიხოცეს იგერდათ ჩატოვეს. ერთი რამე მაინტერესებს, თუ შეიძლება ხა ცოტა გადახვევას გავე. ამწუხელიძე როგორ მოხდა თქვენ? ეს 12-ტირანი ვაშკაცი გმირი კაცი. ისით ვინმე კითხვა დაგისვიათ საერთოდ, რამდენჯერ დავსვი კითხვა, კაციშვილი არ მეუბნება როგორ მოხდა ამწუხელიძე თქვენ? როგორც ვიროს მე დავსვი დღეს ეს კითხვა და ისიც დავსვი, რომ რატომ ვახსენებთ მხოლოდ გიორგი ანწუხელიძეს დიდება მის სახელს, უნდა ვახსენოთ უშანგი, სოფრომაძე, კახაბერ, ხუბულური. უნდა შეგვეძლოთ თუ არა თავიდან აგვეცილებინა, მათი ტყვეთ ჩავარდნა და რატომ არ არიან დღეს ისინი თავიანთ შვილებთან ერთად. ეს კითხვა უნდა დაისვას. ვერავინ არ აგვიკრძალავს კითხვის დასმას. 2004-ში პოლიციელების ჯგუფი რო ჩაბარდა, გახსოვთ რომ დააჩოქეს სამარცხვინოდ ოქროშვილის პერიოდში, ოქროშვილის ვაშკაცობით. როგორ მოხდნენ ისინი თქვენ გახსოვთ? და ვინმე რატო ჟურნალისტები არ ინტერესდებიან მაგაზე? როგორ და შეუშვეს გაზი დააძინეს და ისე გადასცეს იქით როგორც ვირო გადასცეს ისე. ზოგიერთი ჟურნალის არ ყოფნის ცოდნა, როცა არ ყოფნის ცოდნა, ეს ცოდნა უნდა შეიძინო. თუ უნდა შეიძენენ, მაგრამ როდესაც პასუხისმგებლია ჟურნალისტია საუბარი და ვისაც არც უნდა რომ ცოდნა შეიძინოს, იმიტომ რომ არ აწყობს, იმაზე ჩვენ ახლა ვერ დავხარჯავთ დროს. ბატონო ემზარ, უღრმესი მადლობა მობრძანებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის 2 საათია ვსაუბრობთ, ეს არ არის საკმარისი დრო იმისთვის, რომ ყველაფერი ის თქვენ რაც გააკეთეთ, გაიარეთ, ეს კარგად აიხსნას, თუმცა ჩვენ თქვენი ნებართვით ვიქნებით კონტაქტზე თქვენთან კომისია და დამატებითი ინფორმაციის შემთხვევა, საჭიროების შემთხვევაში კიდევ შეგაწუხებთ. სად ვარ ნებისმიერ დროს. მადლობა დიდი. მადლობა დიდი და აი თქვენს აი ამ ფორმატს ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი თხოვნა, არა მარტო ჩემი და მთელი მოსახლეობა გიყურებთ და შემოგციცინებთ თვალებში, რომ ბოლომდე მიიყვანოთ ეს საქმე. დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ და წარმატებებს გისურვებთ.